მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, მე გახლავართ ნინო ჭინჭარაული, ეს ჩვენი გადაცემა სახელწოდებით ჩვენი უფლებები. პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ჩვენი სტუმარი, ბატონი როინ გელაშვილი. ბატონი როინი არის ადვოკატი და ის ჩვენთან თანამშრომლობს, რითაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ პირველ რიგში მობრძანებისთვის და თანამშრომლობისთვის. შეგიძლიათ მიესალმოთ ჩვენ მაყურებელს, გაეცნოთ პირველ რიგში და შემდეგ გადავიდეთ უკვე ჩვენს დღევანდელ თემაზე. მივესალმები ჩვენს მაყურებლებს, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ის პრობლემატური თემა, რომელზედაც ახლა საუბარი იქნება მთელი გადაცემის, ესე ვთქვათ, სრულობისას მაქსიმალურად ამომწურავად, რომ ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი და ასევე შევეცდებით ის რბილი გზები და იული გზები იმისათვის, რომ დაცული იყოს და ესე ვთქვათ, უფლება დარღვეული მოქალაქის ინტერესები თუ რა გზებს უნდა მიმართოს და როგორ უნდა განახორციელოს მაქსიმალურად ჩვენ ამას. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ დღეიდან უკვე ჩვენს გადაცემაში მოქმედებს წესი, თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ Skype-ის მეშვეობით, ვკითხოთ კონკრეტულ თემაზე, თქვენთვის საინტერესო კითხვები და ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგცეთ პასუხი. ახლა კი დღევანდელ ჩვენს თემას გაგაცნობთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი დავები. და უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს და ალბათ ხალხისთვის უფრო ცნობილი იქნება ეს ტერმინი, ეგრეთ წოდებული ათსტოპნიკები. ბატონო როინ, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რამდენად ხშირია დღევანდელი ჩვენი რეალობისთვის ეს პრობლემა? ზოგადად დღევანდელ ცხოვრებაში ეს საცხოვრებელი სადგომი წარმოშობილი დავები ძალიან, ესე ვთქვათ, ხშირი არის. განსაკუთრებულად ესეთი ტიპის დავები არის ქალაქ თბილისში. თუმცა ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ დავა ერთია, მაგრამ ხშირ შემთხვევებში მოქალაქეები არასწორად უდგებიან საკითხს, ვერაცნობიერებენ მოსარგებლია, საცხოვრებელი სადგომი მიიღეს, არ მიიღეს და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც სასამართლოს მიმართავენ მოქალაქეები და სასამართლო მათ მიერ წარდგენილ სარჩელებს არ აკმაყოფილებს. იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნა და დავის გზა არის არჩეული არასწორად. ზოგადად ეს კანონმდებლობა 98 წელში, როდესაც მიიღო საქართველოს, ესე ვთქვათ, პარლამენტმა, ამ კანონის მიღებისთვის ძალიან ბევრი დისკუსიები მიმდინარეობდა. მე მაშინ კიდევ სტუდენტი ვიყავი და რამოდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა მაქვს მიღებული. უზენაეს სასამართლოში იყო შეხვედრები, გერმანელი პროფესორები იყვნენ ჩამობრძანებულები და აი ეს საკითხები რომ იხილებოდა, კითხვა გამიჩნდა იმ დროისათვის და კითხვა რომ დავსვი იქ ესეთი რომ მესაკუთრეს იცავს მოგხსენება კარგად კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მესაკუთრის უფლებები. მეორეს მხრივ საკითხი დგება როგორ 60, 70, 80 წელი მოქალაქე ცხოვრობს ბაბუის ან მშობლის ან ბებიის შეძენილ უძრავ-ქონებაში და დაიბადა იქ მისი მამა, თვითონაც იქ დაიბადა და სხვა საცხოვრებელი ადგილი მას არ გააჩნია. ხოლო ამ დროს მესაკუთრე დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეუბნება, რომ დამიცალებ ჩემი ბინა, სამოქალაქო კოდექსში არსებობს ესეთი ნორმა, ესე 70-172 მოკლედ, სადაც მითითებულია, რომ მესაკუთრეს უფლება აქვს მისი ნების საწინააღმდეგოდ თუ ვინმე სარგებლობს მის საკუთრებას მოითხოვოს იმ საკუთრებაზე ხელყოფის აღკვეთა. შესაბამისად აქედან გამომდინარე კითხვის არსებობა ზუსტად ამაში მდგომარეობდა, რომ თუ კი კონსტიტუციას ჩვენ ამომავალ კანონს და ჩვენ ძირითად კანონს მოვიშველიებთ, ხო? და შემდეგ ძალიან ბევრი კანონია იმ საკუთრებასთან დაკავშირებით მოვიშველიებთ ამ ნორმატიულ აქტებს კონსტიტუციასთან ერთად. რა გამოდის? ერთის მხრივ ერთი ესე იგი მესაკუთრე დაცული არის კანონმდებლობით, ხოლო იქ მაცხოვრებელი ადამიანი, რომელსაც ათეულობით წელი აქვს ამ უძრავ-ქონებაში გატარებული, უნდა დატოვოს უპირობოდ. ზოგადად ესეთი პასუხი გავცეს უცხოელებმა, რომ ესო მესაკუთრის პრობლემა არ არის, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ზუსტად იმ
იქ მაცხოვრებელი პირებისთვის შესაბამისი ამ კომპენსაციით დაკმაყოფილება ან და უნდა მოახდინოს შესატყვისი ფართით დაკმაყოფილება. ეს იყო მოკლედ და კონკრეტული პასუხი. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დროისთვის 98 წლისთვის უკვე აუცილებელი იყო, რომ ჩამოყალიბებული იყო ეს კანონი, რათა დაცული იყო როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის უფლებები. ზოგადად მაყურებელს რომ განვმარტოთ ატსტუტნიკები, ესენი არიან ბინით მოსარგებლეები, რომლებიც 1996 წლამდე გარკვეულ უძრავ ქონებას ფლობდნენ. მათგან დიდ ნაწილს, რომელსაც რა თქმა უნდა ბინის ყიდვისას თანხა აქვთ გადახდილი, ამის თაობაზე ხელწერილებიც გააჩნიათ, თუმცა უმეტესწილად მსგავსი ხელწერილები არ არსებობს. მათი მხრიდან ბინის მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს 10-ეული წლების განმავლობაში მხოლოდ კომუნალური გადასახადის ქვითრები წარმოადგენენ. Როგორც თქვენი ინფორმაციით, აი ასეთი შემთხვევები, როდესაც არ არსებობს ხელშეკრულება, რაიმე საბუთი, ხშირია დღევანდელ ჩვენ რეალობაში? დიახ, რა თქმა უნდა, აი თითქმის სადაო საკითხების 70-80% არის ეგეთი ტიპის, რომ მხოლოდ მოსარგებლეს აქვს უძრავ ქონებას მისამართზე რეგისტრაცია და კომუნალური გადახდის ქვითრების დამადასტურებელი დოკუმენტები. ხშირად არსებობს კიდევ ესეთი პრობლემები, რომ ზოგ ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ ეხლა მოგხსენება ეს კომუნალური ქვითრები, კომუნალური გადასახადები ნადგურდება 2001 წლიდან არის. 2001 წლამდე პერიოდში იყო შემთხვევები, რომ ხელზე იხდიდნენ თანხებს, ხანდენი არ იყო, ანუ კომუნალური გადახდის ქვითრების პრობლემატურობა ნამდვილად არსებობს. მაგრამ აქ უკვე საკითხს ეხმარება ის, რომ უკვე რეგისტრირებულია იქ. რეგისტრირებულია იქ შემთხვევებში არის ესეთი საკითხი, რომ როდესაც კომუნალური გადახდის ქვითარი არ აქვს და რეგისტრირებულია მისამართზე. რამოდენიმე პრეცედენტი ყოფილა, რომ მეზობლების მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნამდვილად იქ ცხოვრობს და ნამდვილად ეს საცხოვრებელი სადგომი სარგებლობის პარამეტრებს აკმაყოფილებს. შესაბამისად, ეს კომუნალური გადახდის ქვითრების დაუშვათ აუცილებლობის საკითხი კანონი კი ითვალისწინებს, მაგრამ გამოსავალი ის არის, რომ როდესაც სადაოდ ხდება ეს საკითხი ყველა შემთხვევაში მოგხსენება შეჯიბრებითობის პრინციპზეა სამოქალაქო პროცესი აგებული, ვინც მეტად დაასაბუთებს, ვინც მეტ მტკიცებულებას დადებს და ვინც მეტად დაარწმუნებს სასამართლოს, რომ მისი ესე ვთქვათ პოზიცია სწორია, პროცესი ისე. წეგან მე აღნიშნე, რომ ეს ხელშეკრულებები თვითონ ეს საბუთი, რომ ნამდვილად ბინარი მფლობელობაში არ არის, ძალიან მასიურად არ აქვთ საზოგადოებას. ეს რისიბრალია თავის დროზე არ იყო და თავის დროზე არ ითვალისწინებდა ამას კანონი, რომ აუცილებელი იყო ამ საბუთის ქონა და დროთა განმავლობაში ეს იკარგებოდა და უბრალოდ ყურადღების მიქცევა არ ხდებოდა. ან თუ მაგალითად სხვა რაიმე არსებობს ისეთი, რითაც მოსახლეობა შეიძლება გარდა კომუნალური გადასახადების ქვითრებისა, რომ დაასაბუთოს უბრალოდ ხელწერილი, რომელსაც არ აქვს ოფიციალური ფორმა. დიახ. ანუ როგორი მდგომარეობა ამ მიმართულებით. ხშირ შემთხვევაში ეს ხელწერი საყოველთაოდ ცნობილი არის, რომ კომუნისტების დროს, ანუ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში კერძო საკუთრება არ იყო. კიდვა ესე მარტივად ვერ ხდებოდა. იყო გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისი შემთხვევები, ნოტარიუსი ამოწმებდა ნასყიდებს ხელშეკრულებას, მაგრამ პრობლემას წარმოადგენდა. იმდენად გართულებული იყო შეძენა, გასხვისება, იმდენად გართულებული იყო, მოქალაქეები მიმართავდნენ მარტივ ფორმას. უხდიდა ქონების ღირებულებას, ხელზე აძლევდა, ყიდულობდა მოძრავ ქონებას და აკეთებდნენ ხშირად მეზობლების თანდასწრებით, მეზობლების დასტურით ამ ხელწერილი რომ გაკეთდებოდა ვიყიდე, გავყიდე ამადა ამ წელს ამდენი კვადრატული, გადავეხადე ამდენი თანხა და მივიღე შესაბამისად მესაკუთრებ, ხო? ამას უდასტურებდნენ მეზობლები. არის შემთხვევები, რომ ადრე მოქმედებდა სახმართველობები, ესეთი ის იყო, ესე ვთქვათ, რომელიც არეგულირებდა ზუსტად აი რამდენი პირი იყო მისამართზე ჩაწერილი, რამდენი დაუშვათ კომუნალურ გადასახადს ვინ იხდიდა, ვინ არ იხდიდა და გარკვეული უფლებები ჰქონდა მიცემული ამ ზოგადად ამ სახმართველობას.
თუ კი იყო ხომ სამკუთხედი ბეჭდები იყო ამ საფმართველებს ქონდათ სამკუთხედი ბეჭდები ხშირად ხდება ხოლმე პრაქტიკაში მე ესეთ რომ ამ სამკუთხედი ბეჭდით არის დამოწმებული ეს ხელწერილები ეს იმის ბრალი იყო მოქალაქეები კიდევ ერთხელ გამეორდები რომ მარტივი ფორმის ხელწერილებს ადგენდნენ იმიტომ რომ ერთი პრობლემა იყო რომ ზოგს ქონდა თვითნებურად იყო შეჭრილი მიწის ნაკვეთებზე მაგალითად მოვიყვან ნაძალადების რაიონს ნახალოვკას მოვიყვან სადაც 70-80% დასაკანონებელია მთლიანად და დასარეგისტრირებელია უკანონოდ არიან ისინი ნაძალადებად ძალით შევიდნენ ამ მიწის ნაკვეთებზე და დასახლდნენ მე იმან ადრე გაყიდა პრაქტიკულად კი არის ტექბიუროს არქივში მონაცემი რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის ფლობელი ვინ არის დაუშვათ ვინმე მოქალაქე X-ია ხო ვინმე მოქალაქე არის მე მოქალაქემ გაყიდა მაშინ როდესაც მასაც კი არ ქონდა სამართლებრივად და კანონიერად ეს უძრავი ქონება მაგრამ ძალიან ხშირად ხდებით პრაქტიკაში ერთი და იგივე საცხოვრებელი სადგომი არის რამდენჯერმე გაყიდული და კი მე უკვე მაგას ემატება ის პრობლემა რომ პრაქტიკულად სანოტარო წესით ხელშეკრულების დამოწმებას იმ დროისათვის რთულად წარმოსადგენი იყო თბილისში ჩაწერის ინსტიტუტი მოქმედებდა მაშინ თბილისში ჩაწერა იყო წარმოუდგენლად რთული აი თითქმის აღმასკომის თავმჯდომარე და რაიკომის მდივანი და მაღალ ეშელონებში უნდა ყოლოდა ვინმე ისეთი ნაცნობი რომ მოგეხტინა თბილისში ჩაწერა და ეს ერთ-ერთი ფორმა იყო ეს ხდებოდა ჯერ ნასყიდობა თანხას უხდით და მესაკუთრეს და მე სხვადასხვა გზებით ახდენდნენ ჩაწერებს მისამართს. მხარეებს შორის ურთიერთობა არის ორგვარი. ერთი, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულებამდე მივდივართ, რომელიც არ იყო დამოწმებული და მეორე არის გარიგების. რა განსხვავებაა რომ უთხრათ მაყურებელს? აი ახლა როგორი სხვაობა ახლა ამ მომენტს შორის. არსებობს მე პრაქტიკაში მქონია, არსებობს ესეთი შემთხვევა, როდესაც ნოტარიუსმა დაუმოწმა ხელშეკრულება, მაგრამ არ მიიტანა ტექბიუროში. მაშინ იყო ტექნიკური აღრიცხვის სამსახური, რომელიც ახორციელებდა დღევანდელი საჯარო რეესტრისზე მინიჭებულ უფლებამოვალებელ და ფუნქციები ჰქონდა იგივე. არეგისტრირებდა უძრავ ქონებებს. ანუ გასულ პერიოდში, ანუ 96 წლამდე. ეხლა რა ხდება? როდესაც მხარეები შეთანხმდებოდნენ უძრავი ქონების შეძენაზე და სანოტარო წესით აკეთებდნენ ამის გამოწმებას, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, ორმხრივ ხელშეკრულება, თანხა გადაუხადა, სანაცვლოდ მიიღო მან უძრავი ქონება და დღევანდელი სამოქალაქო კოდექსის 477 მუხლის სრული მოცემულობა გვაქვს ამ შემთხვევაში. გამყიდველობა გაყიდა, მყიდველმა იყიდა, შეიძინა უფლოსურად უძრავი ქონება, მაგრამ არ არეგისტრირებს საჯარო რეესტრში, იმიტომ რომ იყო იმის განცდაც რომ აი ახლა როგორც წარვადგინა ტექბიუროში მილიცია მოვა, რაღაც პრობლემა შემიქმნის, როგორ იყიდეს, რატო იყიდე და აი ესეთი პრობლემები იყო. ეს არის წმინდა იურიდიული ენით, ეს არის ხელშეკრულება, ეს არის გარიგება ორ პირს შორის, ნასყიდობის ხელშეკრულება. გვაქვს კიდევ გვევლინება მეორე შემთხვევა, როგორც თქვენ ბრძანეთ. გვაქვს მარტივი ფორმის წერილობით შეთანხმებები, ზოგ შემთხვევაში ამ შეთანხმებაში წერია ესეთი რამე, რომ იქირავა და იხდის მხოლოდ დენის და წყლის გადასახადს, მხოლოდ და იცხოვრებს მუდმივად. ანუ ესეთი ხელშეკრულებაც, რომ ვთქვათ, ეს შეთანხმება, მაგრამ იმ დროისათვის, როდესაც ეს საბუთები და ეს დოკუმენტები დგებოდა, მაშინ სამოქალაქო კოდექსი, საბჭოთა კავშირის მოქმედის კოდექსი სხვაგვარად განმარტავდა ამ ესე ვთქვათ, ამ ურთიერთობას. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსს უკუქცევითი ძალა არ აქვს, სამოქალაქო კანონმდებლობის უკუქცევითი ძალა არ აქვს და იგი მოქმედებს იმ პერიოდში არსებული ნორმებიდან გამომდინარე, აი ზუსტად ეს კანონის მიღებაც ერთ-ერთი საფუძველი მე ვფიქრობ და განაპირობა ამ კანონის მიღებაც. იმიტომ რომ მოქმედი კანონმდებლობით ახლა სამოქალაქო კოდექსში პირდაპირ გვეწერა სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული საბუთი და უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. ახლა რა უნდა იყოთ აი ამ ტიპის მაცხოვრებლებისათვის, რომლებიც ეგრეთ წოდებული აქტოვნიკები იყვნენ. ზუსტად აი ეს კანონი, რომელზეც გავაცნობ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონი.
სადაც მეორე მუხლში არის ნათქვამი, თუ მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შემძებნი ცნობილი იქნეს მესაკუთრეს და ძალა დაკარგულია. და მეორე, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დადასტურდება ისეთი გარემოებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა, გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა, მაშინ ასეთი გარიგება წესრიგდება ამ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასევე მე მოგწდა ერთი ინფორმაცია, როდესაც იყო ესეთი მაგალითი 1991 წელს X და Y, პირობითად რომ ვთქვათ, დადეს ბინის ნასყიდობაზე ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, ნოტარიუსთან დამოწმების და რეესტრში გატარების გარეშე. რეგისტრაციის ამ შემთხვევაში Y წარმოადგენს 10 სტუპნიკს და მას წარმოეშვება ზემოთ აღნიშნულ კანონში არსებული უფლებები. აქვე ალბათ ძალიან საინტერესო თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ძალიან ძნელია, ხშირად საზოგადოებას არ აქვს იმდენი ინფორმაცია, რომ ზუსტად განსაზღვროს არის მესაკუთრე თუ არის ეგრეთ წოდებული 10 სტუპნიკი, როდესაც ისინი მიმართავენ სასამართლოს. და არის ასევე ის პროცენტებზე რომ გადავიდეთ, როდის როგორი ხდიან, ისინი მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, თუ ბინა იყო 80 კვადრატული მეტრი და მესაკუთრემ 20 კვადრატული მეტრი მიაშენა, მოსარგებლობს უფლება ექნება მხოლოდ თავდაპირველ არსებულ ფართზე. თუ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება ნასყიდობაზე, ნოტარიუსის გარეშე მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს ფლობელობის შეწყვეტა 90% საბაზრო ღირებულების გადახდის შემთხვევაში. ხოლო თუ მესაკუთრე ამ პირობაზე უარს იტყვის, მაშინ 10%-ის გადახდის შემთხვევაში ეგრეთ წოდებული 10 სტუპნიკი იღებს უკვე უფლებას საკუთრებაზე. ამ შემთხვევაში თქვენი ინფორმაციით პრაქტიკიდან გამომდინარე უღირთ მესაკუთრეებს ამ 90% საბაზრო ღირებულების გადახდა თუ ძირითადად თავს არიდებენ და უნდათ რომ რაღაცნაირი იყო ასეთი მე გამოკითხვად ჩავატარე, რასაც უკვე გადაცემის შემდეგ ნაწილში გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში არ უღირთ, არ იხდიან და რაღაც ზეწოლით ცდილობენ, რომ ეს ეგრეთ წოდებული სტუპნიკები გამოიყვანონ ამ საცხოვრებელი ბინებიდან. ახლა როგორ არის ქონების ღირებულების 90% საბაზრო ფასის მიხედვით დგინდება ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არსებობს ესეთი ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც დგინდება კონკრეტულად მოსარგებლის მიერ დაკავებული ფართის ფასი. არის რიგი შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს უღირს 90%-ის გადახდა. თუ რა თქმა უნდა, მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს. ფორმის დაუცველად დავუშვათ დადებული. დავუშვათ მაგალითისათვის მე შემიძლია მოვიყვანო ესეთი ჩემი პრაქტიკისეული, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი შემთხვევა. ვერაზე მესაკუთრეს 1918 წლიდან ქონება გააჩნდა პიროვნებას, რომელმაც ეს კომუნისტების მოსვლის შემდეგ ეს ფართები წაართვეს, ჩამოართვეს და მხოლოდ დაუტოვეს, ესე ვთქვათ, რაც მის ოჯახს სჭირდებოდა საცხოვრებლად. დანარჩენ იმებში ოთახებში შეუშვეს მოქალაქეების საცხოვრებლად ყოველგვარი გადაწყვეტილების და ყოველგვარი საბუთების გარეშე. რამოდენიმე წლის წინ ჩვენ დავა დავიწყეთ და ინდივიდუალურად მოსარგებლებს მოვთხოვეთ, რომ გადავიხდეთ თანხას, იმ შემთხვევაში იყო 75%-იანი ნიხრი, იმიტომ რომ მათ ხელწერილები არ ჰქონდათ. და ეგრეთ წოდებული გარიგება, მარტივი გარიგება. ხო, მარტივი გარიგებით იყო ეს. და თითქმის ერთი მაცხოვრებელი დარჩა, რომელთან მიმართებაშიც დღეს საქალაქო სასამართლოში დავა მიდის. დღევანდელ დღემდე გრძელდება. ეხლა გააჩნია თბილისში რაღაცა ტომ არის დაყოფილი უბნები პრესტიჟული უბანი, ნაკლებად პრესტიჟული უბანი, თუ ვერაძე პირობითად კვადრატულის ფასი უძრავი ქონების არის $1000, დაუშვათ იგივე ფართის
ღირებულება დაუშვათ ნაძალადევის რაიონში, გლდანის რაიონში არის $400-500. და აი ფასიდან გამომდინარე ახლა აქ არ შეიძლება გავიგოთ რომ საბაზრო ფასით კი არის $1,000, მაგრამ $1,000 კვადრატულზე ვსაუბრობ, 90%, ანუ $900 უნდა მისცეს მესაკუთრებელ ესე მოსარგებლეს, ესე არ უნდა გავიგოთ. ყველა შემთხვევაში უძრავი ქონების ფასი, ღირებულება, ამ შემთხვევაში ეს იანგარიშება ზუსტად მისი ანუ უბნის მიხედვით კი არ ადგენს ამის ღირებულებას ექსპერტიზა, არამედ ქონების თავისი ექსპლუატაციის, თავისი ამორტიზაციის, თავისი აი იმ არსებული ფართის მიხედვით დაუშვათ ის სამშენებლო მოცულობით რა ღირებულების არის. მაგალითისთვის კიდევ ერთ ვიტყვი, მაგალითად ფიქრის გორაზე ანალოგიური დავა მქონდა 4 წლის წინ, კვადრატულის ფასი ექსპერტიზამ გამოსაზღვრა $400. $400 ღამბაშიძის ქუჩაზე არსებობდა საცხოვრებელი ფართი. ხა მოგეხსენებაა რომ ღამბაშიძის ქუჩაზე ახლა ხო მათ კვადრატული საცხოვრებელი ფართი $1,500 და $2,000 კი გაცილებით დიდი სხვაობაა ხო საბაზრო ფასსა და დაუშვათ არსებულ შეფასებულ ფასს შორის. ანუ კიდევ და კიდევ ეს შემფასებელი, ანუ სპეციალისტი, ექსპერტი გამოდის აი ზუსტად იმ ფასიდან და ზუსტად იმ ესე ვთქვათ ქონების ღირებულებიდან, რაც რეალურად აი იმ შენობას დაუშვათ იმ კედელს რო რით არის აშენებული არა პრესტიჟულობი, არამედ პრაქტიკული შეხედვით. დიახ. და სწორიც არის მე თუ მკითხავ. უმეტესობა ეგრეთ წოდება ალიზით არის ნაშენები. როგორ შეიძლება ალიზით აშენებული ქვა შევადაროთ ევრობლოკით და აი ეს მონოლითზე ძახი ამ შენებლობას და არმატურებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული ქონების ღირებულება როგორ შეიძლება გაუთანაბროთ ალიზის ნაშენებ ესე ვთქვათ საახლს. თუმცა შემიძლია ვთქვა რომ საზოგადოებასაც არ აქვს ამაზე სწორი ინფორმაცია, რადგან მათთან გასაუბრების დროს იყო ასეთი შემთხვევა რომ მქონდა საბურთალოზე რაღაც კონკრეტული ფართი და ის როდესაც თავაზობდნენ 90%-იანი ანაზღაურებითო არ მეყოფოდა გარეუბანშიც კი საცხოვრებლად და აი ამაზე იყო კითხვის ნიშანი რომ არ უნდა მოხდეს ესეთი არათანაბარი გადანაწილება ამ თანხის და სწორედ ამიტომ არ აქვს სწორი ინფორმაცია რა ნიშნით ხდება ექსპერტიზა, რა ნიშნით ადგენს ამ საცხოვრებელი ფართის რეალურ ღირებულებას. და ზუსტად ეს არის და სწორად უდგებიან ამ საკითხს. ახლა ერთადერთი შემთხვევა რასაც შემფასებლებს ვეთანხმები და ამ კანონის მიუღებს ვეთანხმები რომ ესე უნდა იყოს გაგებული. არ უნდა იყოს ისე იმდაგვარად გაგებული რომ ეს რეალურად ამ ქონების ღირებულება რომელიც წეგან ვახსენე მე 1918 წელს რო შენობა აშენდა იმ შენობის ღირებულება დაუშვათ 20 კვადრატია თუ 40 კვადრატია 40 კვადრატის ღირებულება არ უნდა იყოს არაადეკვატური ფასი უნდა იყოს ის გათვალისწინებული მთელი მარტო ერთი ჩვენს ესე ვთქვათ ცხოვრებაში ერთი 5-6 მიწის რა იყო არ დააზიანა არ და ფასი არ შეუმცირა განსაკუთრებით ამ ისტორიულ უბნებში არის ასეთი შემთხვევები, რომ ძალიან ისეთი ავარიული სახლები არის, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი თვითონ ასე ვთქვათ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ეს საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის, ძალიან ძვირად არის ღირებული, მასზე აშენებული სახლი არც თუ იმდენად კარგ მდგომარეობაშია. აქ აუცილებლად უნდა განვუმარტოთ, რომ ეს კანონი არის თვითონ საცხოვრებელ სადგომზე და არა მიწის ნაკვეთზე. ასევე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ უკვე იმ ასევე აუცილებლად უნდა გავუსვათ იმასაც ხაზი, რომ ძირითადად კანონში ხდებოდა ცვლილებები, თუმცა ეს ცვლილებები მესაკუთრის სასარგებლოდ იყო ხოლმე წარმოდგენილი და ასევე არის ნათქვამი, რომ ერთადერთი რაც აცტუტნიკების სასარგებლოდ შეიცვალა ის იყო, რომ არა მარტო პირველად შეძენილი ფართის შეფასება ხდებოდა, არამედ წლების შემდეგ მიმატებული ფართისაც. ანუ თუ აცტუტნიკი წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართს რაიმეს მიუმატებდა, ესეც იქნებოდა გათვალისწინებული ამ ფართის შეფასებისას. და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მეორე შემთხვევა, რა თქმა უნდა განვიხილოთ, ეს არის 75%-იანი, ჩვენ ვთქვით 90%-იანი, თუ არსებობს გარიგება სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრე ვალდებულია 75% საბაზრო ფასი გადაუხადოს.
ხოლო თუ ეს ამაზე უარს იტყვის არა მოსარგებლე, მაშინ 25% იხდის თავად მოსარგებლე და ითხოვს უფლებას. ამ შემთხვევაში ჩვენ კარგად ვიცით, რომ საზოგადოებას არ აქვს დღევანდელ დღეს ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რომ თუნდაც იმ კონკრეტული საბაზრო ფასის 25% ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ ატსტოპნიკებზე ვლაპარაკობ, გადაიხადოს და უკვე მივდივართ შემდეგ პრობლემამდე, რომ ძალიან ხშირად უკვე ისინი მიმართავენ ბანკებს. იღებენ ბანკის ვალს, შემდეგ ეს უკვე სხვა პრობლემაში იზრდება, თქვენ თუ გქონიათ პრაქტიკაში, აი არა კონკრეტულ დავაზე, არამედ უკვე როდესაც გადაზრდილი იყო ეს ყველაფერი მატერიალურ ხარეს. რა თქმა უნდა, არის ახლა უპირატესი უფლება, რა თქმა უნდა, ამ კანონით ორივე შემთხვევაში, ანუ 90%-იანი ნიხრის შემთხვევაში და 75%-იანი ნიხრის შემთხვევაში, ორივე შემთხვევაში მესაკუთრეს აქვს უპირატესობა გამოისყიდოს ეს უძრავი კონება. მაგრამ ხდება ისე, რომ მესაკუთრეს ან ფიზიკურად არ შეუძლია თანხის მობილიზება, თანხის მოძიება, რათა კომპენსაცია გადაუხადოს მოსარგებლეს და უძრავი ქონება მთლიანად მის საკუთრებაში გადმოვიდეს. ამის შესაძლებლობა, როდესაც მესაკუთრეს არ აქვს, უკვე მოქმედებს კანონის მეორე დათქმა. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრებელ ვერ უხდის კომპენსაციას, ამ შემთხვევაში მოსარგებლეს ეძლევა უფლება 25% ქონების ღირებულების გადაუხადოს მესაკუთრეს და შესაბამისად იგი მოიპოვებს ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას. ესეთი ტიპის დავებიც მე პრაქტიკაში მქონია, დღესაც გვაქვს რამოდენიმე დავა ამდაგვარი და გვევლინება კიდევ ესეთი ტიპის დავები, როცა არც ერთ მხარეს თანხა არ აქვს, ვერც მესაკუთრე იხდის, ვერც მოსარგებლე. ალბათ ეს უფრო ყველაზე ხშირი შემთხვევა უნდა იყოს. კი, რა თქმა უნდა. მე ხდება ესეთი რაღაც, რომ ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე მაქსიმალურად ცდილობს საიდანაც კრედიტი მოიძიოს, მიმართავენ ამ საკრედიტო დაწესებულებებს. ხშირი არის შემთხვევა, როდესაც ფიზიკურ პირებს, ეგრეთ წოდებულ გამსესხებლებს, იპოთეკებს მოიძიებენ საშუალო ფირმების მეშვეობით და ახდენენ თანხების სესხად აღებას. ერთ შემთხვევაში გადაუხადა დაუშვათ მოსარგებლეს წავიდა, მაგრამ ერთთვიანი ქონება უზრუნველყოფის საშუალებაში აღმოჩნდება. ეს თანხას ვეღარ იხდის და მიდის უკვე იმ ზომამდე, მიდის რომ ქონება მთლიანად, აი ის ქონება კი არა, რომელიც ესე ვთქვათ, მოსარგებლეს ჰქონდა დაკავებული, მთლიანი ქონება მიდის აუქციონის წესით გასასხვისებლად და მე წარმოეშობა იმ ტიპის პრობლემები, რომელიც მართლაც საშინელებაა. მოქალაქეები ვეღარაც ცნობიერებენ, ვერ ხვდებიან იმას, რომ აი რა რისკის წინაშე შეიძლება დადგეს დაუშვათ იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს ფულის მოპოვება და ასევე ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ამაში ვეცდებით, რომ შემდეგ გადაცემებში კონკრეტულად ხელშეკრულების დადება როგორ ხდება, იმიტომ რომ თუნდაც აი ამ შემთხვევაში უკვე იმის სურვილით, რომ აიღონ თანხა, ხელშეკრულებას ბოლომდე არ კითხულობენ, კარგად ვერ აანალიზებენ მასში არსებულ პირობებს და უკვე როდესაც ფაქტის წინაშე დგებიან, ძალიან სავალალო შედეგებამდე მივიდნენ. რა თქმა უნდა. და მე მიდიან, რომ აი დავზარალდი, იპოთეკით დავზარალდი. იპოთეკით კი არ დაზარალდი შენი სამართლებრივი უცოდინარობით. ან ასეთ შემთხვევაში ჯობია რომ მოელაპარაკო, ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე. მოელაპარაკო და გაყიდო რეალურად ის პარტი. თან კომპენსაცია გადაუხადო ნაკლებად. ასე არის ესეთი შემთხვევები, როდესაც მესაკუთრე ყიდის ამ ფარს და ამით უნაზღაურებს უკვე მოსარგებლეს შესაბამისად. ეს უფრო რეალური გამოსავალია, ვიდრე ნასესხები ფული. კი, 3%, 4% არის ესე ვთქვათ თვიური, წლიური 58% გამოდის და სოფლიოს არც ერთ კუთხეში არ არსებობს ისეთი ბიზნესი, რომ 48% თუნდაც 40% შენ გადაიხადო და ის ძირითადი ვალდებულებაც, ანუ ძირითადი თანხა გადაიხადო და ამას უკვე უკავშირდება მე ძალიან ძიმე შედეგები. როგორც უკვე ვახსენე, მე ჩავატარე გამოკითხვა, ეს იყო ქუჩის გამოკითხვა და შემდეგ უკვე ეს მიიღებს აუცილებლად მასიურ ხასიათს, რადგან ალბათ საინტერესო გარდა იმისა, რა ინფორმაცია ჩვენ გვაქვს, ზოგადად მოქალაქეებს აქვს თუ არა კონკრეტულ თემაზე ინფორმაცია. პირველ რიგში გეტყვით, რომ გამოკითხვა ჩატარდა 20-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეებში და გამოკითხული იყო 50 ადამიანი. აქედან 18 ადამიანმა განაცხადა, რომ საერთოდ არ ქონდა ინფორმაცია ეგრეთ წოდებულ ატსტოპნიკებზე, არ იცოდა თვითონ ამ სიტყვის განმარტება და ვინები იყვნენ ზოგადად ისინი. დანარჩენმა 11-მა თქვა, რომ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ნამდვილად არ შეხვედრიათ ასეთი რამ პრაქტიკაში და უკვე დარჩენილი 11
თვითონ იყო ასეთი შემთხვევის მონაწილე, ასე ვთქვათ, და აქედან რამდენიმე შემთხვევაც იყო და თხოვეს, რომ იქნებ თქვენგან მიიღოთ რაღაც პატარა რჩევები. პირველი იყო ის, რომ არანაირი ხელწერილი არ არსებობს და დამადასტურებელი არის მხოლოდ ქვითრები და რაიმე გამოსავალი თუ შეიძლება რომ ვიპოვოთო, რომ მივიღოთ თვითონ ეს ქონება საკუთრებაში. იყო ასეთი შემთხვევა, რომ მეპატრონე გარდაიცვალა და ამ წლების განმავლობაში მათ არ იცოდნენ, რომ მას ყავდა მემკვიდრე და ეგონათ, რომ გარდაცვალების შემდეგ თუ მემკვიდრე არ გამოჩნდებოდა, ავტომატურად მიიღებდნენ უკვე ფართს, უფლება ექნებოდათ ამ ფართზე და მესამე იყო მეპატრონე გარდაიცვალა და მემკვიდრე რეალურად არ არსებობს. დიახ, დავიწყოთ პირველი, რომ როდესაც კომუნალური გადასახადის ქვითრები გაქვს, ეს ავტომატურად წარმოშობს აი კანონის არეალში ექცევა ეს სადაო ურთიერთობა და ამ შემთხვევაში გვაქვს ზუსტად ის წეღანო ვისაუბრეთ 75%-იანი ნიხრი. ანუ ეს რას ნიშნავს? ან მე საკუთრემ უნდა გადავუხადოს 75% მოსარგებლეს ერთი შემთხვევა, ან თუ მე საკუთრე ამაზე თანახმობას არ აცხადებს, მაშინ მოსარგებლე 25%-ს ქონების ღირებულებას უხდის და საკუთრების უფლებას მოიპოვებს მის მიერ დაკავებულ ფაქტზე. ერთი ეს მარტივია და არანაირი აქ პრობლემა და სირთულე არ არის. ხა რაც შეეხება მეორე კითხვას, არსებობს მოსარგებლე, მან მესაკუთრე გარდაიცვალა და მან იცის რომ ავტომატურად მიიღო ეს ქონება. ავტომატურად ქონების მიღება არც ერთ ნაწილში არ არსებობს და არანაირი ის არ არსებობს ამის ბერკეტი რომ ავტომატურად მიიღო ეს ქონება. ასეთ შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს? თუ მემკვიდრე არსებობს, მან უნდა მიიღოს მემკვიდრეობა და ეს ავტომატურ რეჟიმში მემკვიდრე იკავებს მემკვიდრებლის ადგილს და ურთიერთობა მათი გაგრძელდება ჩვეულებრივად, არანაირი დაბრკოლება არ არის. თუ არსებობს ხელწერილი, რაიმე წერილობით დოკუმენტი 90%-იანი ნიხრის წავა ჩვეულებრივად მესაკუთრესა და უკვე მოსარგებლეს შორის ურთიერთობის დარეგულირება ერთი საკითხი, თუ არ არსებობს და ჩაწერილები არიან და კომუნალურ გადასახადებს იხდიან, მაშინ გვევლინება უკვე მეორე შემთხვევა 75%-იანი ეს ნიხრი და 25% უკვე მესაკუთრის სასარგებლო გადასახდელი, ესე ვთქვათ, ქონების ღირებულების თანხა. შესაბამისად, აქაც პრობლემა არ არსებობს. ეხლა მესამე კითხვა, რომელიც მართლაც შეიძლება ბევრი იურისტის დაფიქრდეს, რა უნდა ვქნათ ეხლა. ასტრობნიკი ვარ, ცხოვრობ წლებია, ჩემი ბაბუა, ბებია, მშობლები იქ ცხოვრობდნენ და მე ვცხოვრობ ეხლა უკვე მესამე მეორე თაობა. რა უნდა ვქნათ? მოგხსენება რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აი ამ ურთიერთობას როგორ არეგულირებს. როდესაც მემკვიდრებელი გარდაიცვლება, თუ კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართავს მემკვიდრე შესაბამის ორგანოს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ეს იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრე ფიზიკურად ან არ არსებობს, ან და არსებობს და არ გამოთქვა სურვილი ქონების მიღების. ეხლა არსებობს აქ კიდევ მეორე გზა. შეიძლება მემკვიდრე საერთოდ არ არსებობდეს, მოიძიოს მოსარგებლებმა ამ პიროვნების, ესე ვთქვათ, ვინმე პირველი რიგის მეორე, მესამე ან მეხუთე რიგის მემკვიდრე ნათესაური კავშირი დაადგინოს რაღაც ფორმით და მოიძიოს და მიაღებინოს მემკვიდრეობა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ვალდებულია უმკვიდრო ქონება მიიღოს მან. ეს იმის გამო სასყიდლოდ უნდა გავხსნათ ამას ხაზი. დიახ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სასყიდლოს ხო ვერ გადავახტევინებთ. სახელმწიფო მიიღებს ამ ქონებას მიიღებს როგორც აქტივების, ასე პასივების ნაწილში აბსოლუტურად იმას, რაც გარდაცვლილის სახელზე იყო რეგისტრირებული. შემდგომ სახელმწიფო დგება მესაკუთრის რანგში გვევლინება და უკვე სახელმწიფოსთან ვარეგულირებთ სიტუაციას. ჩვენ როგორც მოსარგებლე და სახელმწიფოს დავუყენებთ პირობას. თუ ხელწერილი გვაქვს 90%-იანი ნიხრი, თუ არა გვაქვს ხელწერილი და კომუნალურ გადასახადების 75%-იანი ნიხრი, ან გვიხდის სახელმწიფო კომპენსაციას, ან ჩვენ ვხდით სახელმწიფოს ესე ვთქვათ, იმ 10%-ს ან 25% და საკუთრების უფლებას მოვიპოვებთ ამ დროის ქონებას.
ხა ზოგადად სახელმწიფო ვინ უნდა ჩაერთოს? ეს კითხვაც გაჩნდება. ბუნებრივია, მე პრაქტიკაში მქონია ესეთი საკითხი. თუ მემკვიდრე არ აქვს ამ გარდაცვლის, ამას წინ რიგი დოკუმენტების მოძიება სჭირდება, ერთიანი ანდერძის ელექტრონული რეესტრი არსებობს სამონტარო პალატაში, ანდერძი ხო არავიზე არ აქვს დატოვებული გარდაცვლის, უნდა მიმართოს ვინმეს ნოტარიუსთა პალატას ასევე წერილობით მიმართა, ვინმე მხარ განაცხადა მემკვიდრეობის მიღებაზე წერილობით პრეტენზია ეს დოკუმენტი. შემდეგ გარდაცვალების მოწმობა უნდა მოიძიო ამ პიროვნების და შემდეგ მიმართო სასამართლოს თუ გარდაცვალების მოწმობა არ აქვს პიროვნება უნდა გამოაცხადო გარდაცვლილად, ამას თავისი პროცედურები აქვს და ამ ყველა დოკუმენტებს რომ მოიძიებ ჩვენ სახელმწიფოს წარმომადგენელი ამ შემთხვევაში არის და ესეთი ტიპის დავებს ესეთი პრაქტიკა გვაქვს არის დღეს ჩვენ ქვეყანაში რომ ეკონომიკის სამინისტრო ერთდება მხარით. ანუ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავთ და მეუბნებით ეკონომიკის სამინისტროს რომ ეს არის უმკვიდრო ქონება და გთხოვთ მიიღოთ ეს სამკვიდრო ვინაიდან ეხლა იურიდიული ინტერესით უნდა დავასაბუთოთ ამაში რომ რატო უნდა მიიღოს იმიტომ რომ ჩვენ ვართ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეები და გვინდა რომ როდესაც მესაკუთრე გახდება სახელმწიფო აი ამ კანონის მოქმედების არეალში მოვახდინოთ ჩვენი უფლებების რეალიზება. კარგით, მოდი შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. ესე პუნქტებად რომ გითხრათ მაყურებელს, იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე აღმოჩენილები არიან ამ ფაქტის წინაშე, ახალი პროცესი არ არის. რა უნდა გააკეთონ, რას უნდა მიაქციონ პირველ რიგში ყურადღება, თუ სესხის აღებას გადაწყვეტენ, რომ ამაზეც კარგად უნდა დაფიქრდნენ და საბოლოო შეჯამება ჯობია სესხის აღებას თუ ისეთი შესაძლებლობა ექნება სტაბილური შემოსავალი მინიმუმ ბანკიდან აიღოს სესხი. ფიზიკურ პირებთან სესხის აღებაზე არც იფიქრო, იმიტომ რომ ეგრეთწოდებულ გამსესხებელზე ცოტა სხვა სიტყვებითაც მოიხსენიებენ ხოლმე მაგ პიროვნებებს, ვისაც თანხა აქვს და სესხებს გასცემენ, იმიტომ რომ მაღალი პროცენტიც არის 3%, 4% და ეს იმხელა ძლიერი დარტყმა გამოდის სესხებელზე, რომ თავიდანვე განწირულია თანხის დაბრუნების მიმართულებით. ვერ დააბრუნებს, ძალიან გაუჭირდება, აი ძალიან რთულია. ამას ამ ნაბიჯის გადადგმას მე არ ვურჩევ. ყველაზე კარგი იქნება და ყველაზე კარგი გამოსავალი რაოდენად წარი არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, იმ გინდა მოსარგებლისთვის, გინდა მესაკუთრისთვის. უნდა გაკეთდეს ყველა შემთხვევაში ჯავქონების გასხვისება. გაასხვისო, ჯობია ნაკლებად გაასხვისო, პროცენტში მაინც თანხები აღარ წაგივა და გაცილებით ნაკლებ რა თანხასაც აიღებ, სხვა უბანში, ცოტა ნაკლებ ფართიანი ბინაში იძინო, გეცოდინებ რომ შენია და ვერავინ ვერ გეტყვის პროცენტი გადამიხადე თვის ბოლოს, თუ არ გადავხდე მიმართავ სასამართლოს და სასამართლოს მეშვეობით მოვახდე ამ ჩემი, ესე ვთქვათ, დარღვეული უფლების აღდგენას. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დახმარებისთვის. ჩვენ კი მომავალ გადაცემამდე გემშვიდობებით.